შემოდის ჩემთან სატელეფონო ზარი, სადაც მეცნობა ადამიანი, რომ არის ბექა ბასილაია, რომელიც არის მიხეილ სააკაშვილის და ყველა დამნაშავე ნაციონალური მოძრაობის წევრის ადვოკატი, უფლებადამცველი, დღეს მაშინ იყო პროკურატურის გამომძიებელი. და მეუბნება, რომ უნდა მივიდე პროკურატურაში. მე მაშინ ვიყოფებოდი საავადმყოფოში, კარგად მახსოვს, ეს იყო თოდუას კლინიკა, რაღაც გამოკვლევებთან დაკავშირებით და მივედი იქიდან წამოვედი პირდაპირ და მივედი ფინანსურ პოლიციაში. ეს იყო თუ სწორად მახსოვს 10-11 აპრილი. პროკურატურაში, ბოდიშით. პროკურატურაში 10-11 აპრილი იქნებოდა, იმიტომ რომ აღდგომა მოდიოდა და მაშინ უწევდა 16 აპრილს აღდგომა 2012 წლის აღდგომაზეა საუბარი. რომ მივედი საგამოძიებო სამსახურში პროკურატურაში, იქ დამხვდა ბექა ბასილაია, შევედი და მეუბნება ესეთ რაღაცას, რომ უნდათ ყველა დოკუმენტაციის ამოღება ჩემი შეპესედან და ეს დოკუმენტები ამოღებული უნდა იყოს დაახლოებით 2 დღის ვადაში და მიტანილი უნდა იყოს ფინანსურ პოლიციაში, პროკურატურაში. მე ვუთხარი, რომ მე მეთქი ბიზნესი ფაქტურად დოკუმენტებს არც ვაწარმოებთ ჩვენ, იმიტომ რომ ყველაფერი ელექტრონულად მაქვს და მაქვს პროგრამა და მარტივი იქნება მეთქი ამ პროგრამის მოტანა და ის დანარჩენი დოკუმენტები რაც საჭირო იქნება, კი ბატონო მოგიტანთ, ოღონდ თუ საშუალება იქნება, რომ ყველა თანამშრომელი, ბუღალტერი, ფინანსური მენეჯერი, რომელიც უკვე კირკიტაძის წასვლის შემდგომ დავაბრუნე ჩემთან სამუშაოდ, სააღდგომო პერიოდზე ყველა მიდის და მოგიტანთ სამშაბათს, რომ ეს რო ჩაივლის ბრწყინვალე აღდგომა და მეორე დღე სამშაბათს მოგიტან, რაზედაც მივიღე პასუხი, რომ გამორიცხული იყო სამშაბათს მიტანა და ამას უნდა მიმეტანა 2 დღეში. იქიდან რომ გამოვედი, ურეკავ ირაკლი კირკიტაძეს და ვეუბნები, რომ უკვე წასულია ირაკლი კირკიტაძე ჩემ ბიზნესიდან და ესეთი რაღაც არის რა და მან გამცა ესეთი პასუხი, რომ ეს არის ჩვეულებრივი, რო წარმოვიდგინო ადამიანის გაუპატიურების მცდელობა, რა დროსაც თუ ნებით იქნებოდა თანხმობა, ნაკლებად მტკივნეული იქნებოდა ეს პროცესი და თუ ის იქნებოდა უფრო მარტივი იქნებოდა, უფრო რთულად ჩაივლიდა ეს ყველაფერი. ზუსტად სიტყვით მასი ახსნა ირაკლი კირკიტაძემ ეს პროცესი. მართლაც 2 დღის შემდგომ დოკუმენტები რომ მივიტანე მთავარ პროკურატურაში, ყველა დოკუმენტი, ბექა ბასილაია მითხრა, რომ დამიბარებდა ხუთშაბათ დღეს. უკვე ხუთშაბათს მივიტანე და ხუთშაბათს მოხვალ 1 კვირის თავზე. მივდივარ ბექა ბასილაიასთან ხუთშაბათ დღეს და იქ გავატარე ცხოვრებაში ყველაზე რთული 12 საათი პროკურატურის შენობაში. იქ არანაირი სურვილი არ ქონიათ გამოკითხვა და დაკითხვის. უბრალოდ ერთმანეთთან საუბარში ბექა ბასილაია და ზაზა მალუძე, რომელიც იყო პროკურორი იმ პერიოდში და ბექა ბასილაია იყო პროკურატურის გამომძიებელი, საუბრობდნენ რა მეთოდი უფრო აჯობებდა დასჯის. მეთოდებში იგულისხმებოდა ის, რომ დაეწყოთ ჩემი ოჯახის წევრებიდან დაჭერა და მე უფრო მარტივად ვიშოვიდი თანხას თუ არა. მეორე მეთოდი იყო ის, რომ მე წავსულიყავი გლდანში და მაგ დროს უკვე თავისავე ოთახში კომპიუტერზე რთავდა ადამიანის ისეთ კადრებს, რაც გლდანის ციხეში ხდებოდა და ეს ჩემთვის ძალიან რთული საყურებელი იყო. და მე პირდაპირ ვუთხარი, რომ რა იყო ჩემგან გასაკეთებელი და რა უნდოდათ. მათ მითხრეს, რომ არანაირ დოკუმენტების შესწავლას და შემოწმებას აზრი არ აქვს. დოკუმენტები გადატანილი არის შემოსავლების სამსახურში და ვუთხარი, რომ ეს ვიცი, რომ შემოსავლების სამსახურშია, იმიტომ რომ მე რო დოკუმენტები მოვიტანე შენ, მაშინვე მითხრა, რომ შემოსავლების სამსახურის
კორიდორში დააწყე და იქ გადამატანინე ეს დოკუმენტები და ისიც ვიცი რომ დოკუმენტები არავის არ გაგეხსნიათ და უთხარი რომ ეთქვათ რა იყო საჭირო. ჩემ და უნებურად გულუბრყვილოდ უთხარი ესეთი რაღაც რომ ვიცოდი რომ პროკურორი იყო ზურაბ ადეიშვილი რა არის მეთქი ესე რატომ წირავთ მეთქი ჩემი შვილი და მისი შვილი დადიან ერთ სკოლაში თქვა კლასელები არიან მეთქი მაშინ გაჩერდა ბექაბასილაია დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში დამტოვა ოთახში მარტო და იმავე ოთახში შემოვიდა ზურა ადეიშვილი და მეუნება რომ ამ სიტყვების გამო მე უფრო დავისჯებოდი რატო თქვი ეს ფრაზა რომ მისი შვილი და ჩემი შვილი იყვნენ თანაკლასელები აქ არის მეორე კლასის მოსწავლეებზე საუბარი აქ არ არის დასრულ ადამიანებზე ბავშვებზე მქონდა საუბარი ოთახში სადაც იმ 12 საათის განმავლობაში ვიყავი მთელი კედელი იყო დაფარული ჩემი ოჯახის წევრების სურათებით ჩემი ცირეწლოვანი შვილების სურათებით ჩემი მეუღლის სურათით ჩემი დის სურათით და მაყურებინებდნენ აი ამ პროცესს